ბანაკები? არა, ჰიტლერს არ გამოუგონია. არა, არც სტალინს. საკონცენტრაციო ბანაკები პირველად შექმნა იმპერიამ, რომელსაც ცივილიზებული უწოდეს. ეს შექმნა ბრიტანეთმა ომის პირველივე დღეებში, როცა ბურები, ხალხი, რომელიც საკუთარი მიწებისთვის იბრძოდა, არ დაემორჩილნენ მათ. ბრიტანელებმა მათთვის დაცული ზონები მოაწყვეს. ეს დაცული ზონები არაუბრალოდ ტერიტორია იყო, არამედ ეს იყო საშინელება, რომელსაც ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ წარმოიდგენდა. განდევნილი, შიმშილით მომაკვდავი ქალები და ბავშვები, რომლებიც სიცივეში კვდებოდნენ, ნაცრისფერი კედლებით გარშემორტყმული. ვინც არ იცის მათი ისტორია, მათთვის ეს შესაძლოა ძველი, გაუხსნელი ფურცელი იყოს. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ისტორია, ეს იყო დანაშაული, რომელიც იმპერიის სახელით ხდებოდა. ბრიტანელებმა, რომლებმაც საკუთარ თავს ცივილიზაციის წარმომადგენლები უწოდეს, პირველად შექმნეს ეს ბანაკები, სადაც ადამიანების სიცოცხლე უსულო საგნებად იქცა. იქ დაიწყო პირველი ნაბიჯები, რომლებმაც დაამკვიდრა კაცობრიობის ისტორიის შავ-თეთრი ელფერი. ვინ იყვნენ ბურები? ბურები იყვნენ ჰოლანდიური წარმოშობის სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა, რომლებიც ძირითადად ჰოლანდიის, საფრანგეთის და გერმანიის რეგიონებიდან დინამიურად გადმოსახლდნენ მე-17 საუკუნის შუა ხანებში. მათი სახელი ბური, ანუ გლეხი, პირდაპირ უკავშირდება მათი ცხოვრების წესს. ისინი ძირითადად გლეხები იყვნენ, რომლებმაც ფერმერული ცხოვრების ფორმა შეიმუშავეს, როდესაც სამხრეთ აფრიკაში კოლონიალური მმართველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. ბურების ჩამოსახლება სამხრეთ აფრიკაში მრავალი ფაქტორის შედეგი იყო. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიელებმა დაიწყეს კეიპ-თაუნის კოლონიაში დასახლება. ამ გადმოსახლების მიზანი იყო ჰოლანდიის სავაჭრო ინტერესების დაცვა ინდოეთისა და ავსტრალიის საზღვაო გზებზე. მაგრამ ამავე დროს ბევრი ოჯახი მიხვდა, რომ სამხრეთ აფრიკაში მათ ჰქონდათ პოტენციური შესაძლებლობები საკუთარი მიწების შესყიდვისა და თვითდასაქმებისთვის. 1806 წელს ბრიტანეთის იმპერიამ დაიწყო საფუძველი ჩაეყარა აფრიკის კოლონიალურ ძალაუფლებაზე. მათი მმართველობა იყო ტომობრივი, ეთნიკური ჯგუფების თავშესაფარი. ამის საპასუხოდ ბურებმა გადაწყვიტეს, გადასახლებულიყვნენ აფრიკის შიდა ნაწილებში, რათა გაქცეოდნენ ბრიტანული ხელისუფლების ზეწოლას. მათ დაიწყეს აფრიკაში ექსპანსია, მოლაპარაკებები, სამოქალაქო უფლებებისთვის და საბოლოოდ გააფართოვეს ტერიტორიები, რომლებიც წარმოადგენდნენ მათთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომელთაც თითქმის ვერ ეკონტროლებდა ბრიტანეთი. ბურები, როდესაც სამხრეთ აფრიკის შიდა ტერიტორიებზე გადავიდნენ, არა მხოლოდ დასახლდნენ ახალ მიწებზე, არამედ დაიწყეს ორგანიზებული მთავრობის შექმნა, რომელიც მათი პოლიტიკისა და თავდაცვის სტრატეგიის საფუძველი გახდა. მათ ჩამოაყალიბეს რამდენიმე დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომლებიც ემსახურებოდნენ მათი თავისუფლებისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას ბრიტანული იმპერიის წინააღმდეგ. ეს რესპუბლიკები მოიცავდნენ ტრანსვაალის რესპუბლიკას და ორანჯის თავისუფალ სახელმწიფოს. ტრანსვაალის რესპუბლიკა, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ჰაუტენგის პროვინცია და ორანჯის თავისუფალი სახელმწიფო, მე-19 საუკუნის შუა პერიოდში შეიქმნა. ამ რესპუბლიკების ჩამოყალიბებისას ბურებმა სრულად უარყვეს ბრიტანეთის ხელისუფლება და პირველი კონსტიტუციები, რომლებიც მათ შექმნეს, პირდაპირ გადმოიღეს ჰოლანდიელი კოლონისტების სამართლებრივი ტრადიციებიდან. მათგან ზოგი კონსტიტუცია ეფუძნებოდა ბურულ პაქტს, რომელიც წარმოადგენდა ჩვეული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელშიც ძირითადი აქცენტი გაკეთდა ნდობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. ბურების დამოუკიდებლობის იდეა ნაწილობრივ ეფუძნებოდა მათ განცდას, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ თავისი ბედის მმართველები და არ იქნებოდნენ ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ. მათ დაიწყეს თავის სახელმწიფოში რესურსების კონტროლი და ეს მოიცავდა როგორც სოფლის მეურნეობას, ისე ადგილობრივ ვაჭრობას. მიუხედავად ამისა, ამ სახელმწიფოს ჩამოყალიბება არ იყო უსაფრთხო. ბრიტანეთმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ახალ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მთავრობდა, არ დაანება ბურებს დამოუკიდებლობა. შედეგად დაიწყო კონფლიქტები, რომლებსაც ბურების ომები უწოდეს, რომლებიც საბოლოოდ დასრულდა ბრიტანეთის გამარჯვებით. თუმცა ეს ბრძოლა იყო მხოლოდ გარდამავალი ეტაპი. ბურებმა მოახერხეს, რომ შეინარჩუნებინათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა და ზეგავლენა მომავალში. ბურების წინააღმდეგობა ბრიტანეთის მმართველობასთან გახდა სერიოზული პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავდა მთელი რეგიონალური ისტორიის მიმართულებას. ბურების რესპუბლიკების ჩამოყალიბებამ და დამოუკიდებლობამ შეძინა მათ შესაბამისი მტკიცე პოლიტიკური ერთიანობა, რომელიც მათი პოლიტიკური მიზნებისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის დასაცავად საჭირო რესურსების გაერთიანებაში დაეხმარა.
ბურების ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც არამხოლოდ სამხრეთ აფრიკის, არამედ მსოფლიო ისტორიას დაამახსოვრდა. ომი წარიმართა ბრიტანეთის იმპერიასა და ბურების ორ რესპუბლიკის, ტრანსვაალის რესპუბლიკასა და ორანჟის თავისუფალ სახელმწიფოს შორის, რომლებიც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა ბრიტანეთის კოლონიალურ ძალაუფლებასთან. ბურების ომის მთავარი მიზეზი იყო ბრიტანეთის იმპერიის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები სამხრეთ აფრიკაში. ბრიტანეთს არ სურდა ბურების რესპუბლიკები, რადგან ისინი მათ მმართველობას ვერ ექვემდებარებოდნენ. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩნდა უზარმაზარი საბადოები, ოქროსა და ვერცხლის სახით, რომელიც ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვან ნედლეულად და ეკონომიკური ძალად გარდაიქმნა. 1890-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ტრანსვაალში და ორანჟის თავისუფალ სახელმწიფოში აღმოჩნდა ოქროს საბადოები, ბრიტანეთმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ უნდა დაემორჩილებინა ბურები და მთლიანი კონტროლი დაემყარებინა ამ ტერიტორიებზე. ამან გააძლიერა დაძაბულობა ბრიტანეთსა და ბურებს შორის, რამაც ომამდე მიიყვანა ისინი. ბურები, რომლებიც უკვე გაემიჯნენ ბრიტანეთის ძალაუფლებას, არ მიიღებდნენ იმპერიის მოთხოვნებს. ბურების ომი დაიწყო 1899 წლის ოქტომბერში, როდესაც ბრიტანეთისა და ბურების დაძაბულობა გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში. ბრიტანეთმა სცადა ბურების რესპუბლიკების დაპყრობა, მაგრამ ისინი, რომელთაც ჰქონდათ ძლიერი მობილური სამხედრო ძალები, დაიწყეს წინააღმდეგობა. ბურები იყენებდნენ კომანდოს სისტემას, პატარა მობილურ დაჯგუფებებს, რომლებიც სწრაფად შეუტევდნენ და ორგანიზებულად მოქმედებდნენ. ომი რამდენიმე ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე 1899-1900 წლებში ბურებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს. მათ მოახერხეს ბრიტანელთა ღრმა ეშელონების გატეხვა და მნიშვნელოვან ქალაქებზე კონტროლის დამყარება. ბურები განსაკუთრებით წარმატებულები იყვნენ დამანგრეველ შეტევებში, რომლებაც ბრიტანეთის სამხედრო ძალას შეუქმნეს მნიშვნელოვანი პრობლემები. თუმცა ბრიტანეთის სამხედრო ძალებს უფრო მეტი რეზერვი და ბანაკები ჰქონდათ. 1900 წლისთვის ბრიტანელებმა დაიწყეს მასობრივი თავდასხმები ბურების რესპუბლიკებზე დასახლებების ალყითა და სახმელეთო ძალების მობილიზაციით. 1900 წლისთვის ბრიტანეთის ჯარმა მოახერხა ტრანსვაალის და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქის ალყა და დააკომპლექტა სამხედრო ბანაკები. ომის ყველაზე სისხლიანი და მოულოდნელი ასპექტი იყო ბრიტანეთის მიერ საკონცენტრაციო ბანაკების გამოყენება. ბრიტანელმა გენერლებმა, რომელსაც მიაჩნდათ, რომ ბურებს ვერ დაამარცხებდნენ მხოლოდ სამხედრო ბრძოლებით, გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ტაქტიკა, რომელიც მათ ქვეყანას ტერიტორიული კონტროლის აღდგენაში დაეხმარებოდა. ისინი გამოეყენებდნენ ბანაკებს, სადაც ათასობით ბური, მათ შორის ქალები, ბავშვები და ადგილობრივი მოსახლეობა მოხვდა. ეს ბანაკები სასტიკი პირობებით გამოირჩეოდა, სადაც დაავადებები და შიმშილი დამღუპელი იყო. ამ ბანაკების სასტიკ პირობებში ბევრი ადამიანი მოჰყვა. შიმშილის, ტიფის, ქოლერასა და სხვა დაავადებების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. ბურების ომი დასრულდა 1902 წელს ვერკვიკუსის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელმაც დაასრულა სამხედრო მოქმედებები. ბურები მიუხედავად იმისა, რომ ომი განიცადეს, გარკვეულწილად დამარცხდნენ, თუმცა მათი რესპუბლიკების საბოლოოდ ბრიტანეთის კოლონიად ვერ იქცნენ. ამ ხელშეკრულებით ბურებს არ შეეძლოთ დამოუკიდებლობა, მაგრამ მათ შენარჩუნებული ჰქონდათ გარკვეული ავტონომია და გარკვეულწილად მათი კულტურული და პოლიტიკური ორიენტაციები გრძელდებოდა. შედეგად სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება იყო ბურების რესპუბლიკების შეერთება ბრიტანეთის იმპერიასთან. ტრანსვაალი და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, აღარ არსებობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბურებმა შეძლეს სამხრეთ აფრიკის ორმხრივი შეთანხმების ფორმირება, რომელიც შემდგომში გადაიზარდა სამხრეთ აფრიკის ოკუპაციურ კოლონიაში, სადაც ბრიტანეთის იმპერიას ჰქონდა სერიოზული გავლენა. ომის შედეგები ეკონომიკაზეც ცხადია აისახა. სამხრეთ აფრიკაში ბრიტანეთის გავლენის დასთან ერთად დაიწყო ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობდა ბრიტანული კაპიტალის შემოსვლას. ამან განაპირობა ოქროს წარმოების გაფართოება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო როგორც ბურების რესპუბლიკებისთვის, ასევე ბრიტანეთისთვის. ამ ცვლილებებს მოჰყვა სოციალური დაძაბულობა და მასობრივმა გარდაქმნებმა გართულა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება, რამაც შემდგომში გამოიწვია შიდა დაპირისპირებები. ბურების ისტორია და მათი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ ერთი ფაქტორითაა მნიშვნელოვანი. მასში მონაწილეობდა ქართველი პრინცი,
ნიკო ბაგრატიონი, იგივე ნიკო ბური, რომელიც ცნობილი გახდა მთელ სამხრეთში. მისი ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან იგი იყო ფიგურა, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა ბურულ საზოგადოებაში და გახდა ერთ-ერთი მთავარი გმირი. ნიკო ბაგრატიონი დაიბადა საქართველოში, ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლად. მიუხედავად მისი წარმოშობისა და მაღალი წარმომავლობისა, მისი ახალგაზრდობა იყო სავსე სირთულეებით. ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ის იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და დაეწყო მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა. იგი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ხელმძღვანელი, რომელმაც თავისი სამხედრო უნარები გამოიყენა ბურების მხარეს. ნიკო ბაგრატიონი, როგორც გენერალი, საკმაოდ ცნობილი იყო მთელ სამხრეთ აფრიკის კონფლიქტში. ბურების წინააღმდეგობა ბრიტანეთის ძალების მიმართ იყო განსაკუთრებით მტკიცე და წარმატებული. და მიუხედავად იმისა, რომ ბურებს არ ჰქონდათ ისეთი ტექნოლოგიური უპირატესობა, როგორითაც ისარგებლეს ბრიტანელებმა, მათი ბრძოლის გრძნობა და ტაქტიკური სიძლიერე ძალიან მაღალი იყო. ბაგრატიონმა, რომელიც კარგად იყო მომზადებული როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, შეძლო სწრაფად დაახლოვებოდა ბურ მეთაურებს და მონაწილეობა მიეღო ისეთ ბრძოლებში, სადაც მისი სტრატეგიული აზროვნება და საბრძოლო გამოცდილება გადამწყვეტი იყო. მისი სახელიც კი გახდა სიმბოლო თავისუფლებისა და წინააღმდეგობისა. ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეროვნული გმირი მოიქცეს ახალ, უცხო კულტურულ გარემოში და იქ მთელი თავისი ძალებით ემსახურებოდეს ხალხის დამოუკიდებლობას. მართალია მას ხშირად არ ახსენებენ, როგორც მნიშვნელოვან პიროვნებას საქართველოს ისტორიისათვის, მაგრამ მისი როლი ბურების ომში და ის ფაქტი, რომ ქართველი გენერალი იყო მონაწილე, უჩვენებს თუ რამდენად გავლენიანი და მრავალმხრივი იყო მისი კარიერა. ბურების ომი იყო მძიმე, სისხლიანი და ძალიან რთული კონფლიქტი, რომელმაც შეიწირა ათასობით ადამიანი. ომმა გამოავლინა როგორც ბრიტანეთის იმპერიის ძლიერი სამხედრო ძალა, ისე ბურების დაუღალავი წინააღმდეგობა. თუმცა საბოლოოდ მისი შედეგები გაცილებით გრძელი და მძიმე იყო, ვიდრე მებრძოლებს სურდათ და წარმოედგინათ. სამხრეთ აფრიკის პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებში მოხდა ცვლილებები. ბრიტანეთის კოლონიალური პოლიტიკა და ბურების ეროვნული ამოცანები დღემდე განსაზღვრავს რეგიონის ისტორიას. დღევანდელი ბურების უმეტესობა წარმატებულ ეკონომიკურ პოზიციებში იმყოფება, განსაკუთრებით კოლონიალური მემკვიდრეობის წყალობით. მათ როგორც წესი აქვთ ცდომა მაღალ ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორებში. ბევრმა ბურმა მოახერხა შესვლა მხოლოდ ადგილობრივი ეკონომიკისათვის გამორჩეულ სექტორებში, მათ შორის მაღალშემოსავლიან სოფლის მეურნეობაში, მიწათმოქმედებაში, აგრარულ და სასოფლო კომერციულ სფეროებში. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ბურები ხშირად განიცდიან პოლიტიკურ და სოციალურ კრიტიკას, რომელიც დაკავშირებულია მათი ისტორიული პრივილეგიებით.